2014 წელს ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში დადგეს საგზაო ნიშანი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებდა იმისკენ, რომ გზა სასაცილოდ გადაეკვეთათ. ამის მიზანი იყო ყოველდღიური ცხოვრების გახალისება და მოწყენილი ადამიანების გამხნევება, რადგან ის ერთნაირად გაამხიარულებდა გზაზე სასაცილოდ გადამსვლელებსაც და მათ მაყურებლებსაც. ბიბლია ადასტურებს, რომ პერიოდულად ყოველს ცხოვრებაში დგება რთული დრო, რაც გვამწუხრებს და ძალას გვაცლის. იერემიას გოდების წიგნი და ასევე მრავალი ფსალმუნი სწორედ სირთულეთა მიერ გამოწვეული ტკივილის გამოძახილია. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი მიგვითითებს იმაზე, თუ რას მოაქვს ხანგრძლივი სიხარული ნებისმიერ გარემოებაში. ესაა ღვთისთან დასწრება. მე-15 ფსალმუნის სიტყვების წერისას დავითის მზერა მიპყრობილი იყო მარადიული მომავლისკენ, რომელსაც უფლის გვერდით გაატარებდა. დღეს უფალი იესოს სიკვდილისა და აღდგომის წყალობით უკეთ ვიცით, რას ნიშნავს ღვთისთან დასწრება სულიწმინდის მეშვეობით. ხუმრობას და უხუნჯობას, რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გახალისება ცოტა ხნით მაინც შეუძლია, თუმცაღა ხანგრძლივი სიხარულის მოსაპოვებლად, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ დროს მოგცემს ძალას, ღმერთს უნდა შევაფაროთ თავი, რადგან ის გვარიგებს და გვასწავლის, ის არასოდეს მიგვატოვებს, გვასწავლის ცხოვრების გზას და სიხარულით აგვავსებს.